პარლამენტმა ძველი ავტომობილებისთვის აქციზის ზრდის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის ზრდას ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა და საბოლოო კენჭისყრა უკვე ხვალ 1 აპრილს იგეგმება. ცვლილებების მიხედვით 6 ლამდა ავტომობილებისთვის განაკვეთი უცვლელი რჩება და 1 კუბურ სანტიმეტრზე ლარ ნახევარს შეადგენს, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებზე 4 ლარ ნახევრამდე იზრდება. დამატებით წესდება სპეციალური პირობები. ჰიბრიდებზე შეღავათები ნარჩუნდება, მარჯვენა საჭიანებზე კი განაკვეთი გასამაგდება. ინიციატორები ცვლილებებს გარემოს დაცვის აუცილებლობით ხსნიან და აღნიშნავენ, რომ არსებული დაბალი ტარიფი მოძველებული ავტომობილების იმპორტს ახალისებს. მათივე შეფასებით ახალი მიდგომა გარემოზე ზიანის შემცირებას ხელს შეუწყობს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სოციალურ გავლენასაც მოახდენს. ოპოზიციამ ალტერნატიული წინადების წარდგენას აპირებს. უფრო დეტალურად რას ითვალისწინებს აღნიშნული კანონპროექტი და როგორია პოლიტიკური შეფასებები ამ თემაზე. აღნიშნული შესახებ უფრო ცვლად ცოტნე შაურშაძე ისაუბრებს, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ცოტნე მოგესალმები და გისმენთ. ავტოიმპორტიორები საუბრობენ იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა ცვლილებებმა, როგორც ისინი აცხადებენ, შეიძლება 250,000-მდე მოქალაქეს, რომელიც დასაქმებულია აღნიშნულ სფეროში, შეიქმნას საკმაოდ დიდი ფინანსური პრობლემები, ასევე ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ადამიანებს მოუწევთ ბევრად უფრო ცუდი მანქანების, შესაბამისად უფრო მეტი დაზიანების მქონე მანქანების გამოწერა უცხოეთიდან, იმიტომ რომ ჩაეტიონ იმ ფინანსებში, რომელიც მათ გააჩნიათ, ასევე საუბარია მათი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი ხელს გაუხსნის და უფრო წამგებიან სიტუაციას ჩააყენებს. ამ შემთხვევაში საქართველოში არსებულ ავტოიმპორტიორებს, მაგრამ ხელს გაუხსნის იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ რეექსპორტით, რადგან როდესაც მანქანა ჩამოვა საქართველოში, მხოლოდ 2 თვე ექნებათ ადამიანებს იმისთვის, რომ გაყიდონ უცხოეთში, შესაბამისად მათ მოუწევთ, რომ საკმაოდ დაბალ ფულზე ივაჭრონ. რა იცვლება ავტომობილის გამბაჟების ტარიფში და ემსახურება თუ არა ის ეკოლოგიაზე ზრუნვას. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების ძრავის მოცულობის 1 სანტიმეტრ კუბზე ლარნახევრის ოდენობით განისაზღვრება. აქამდე ეს ტარიფი სხვადასხვა ასაკის მანქანაზე განსხვავდებოდა და ის 80 თეთრიდან ლარნახევრამდე მერყეობდა. თუ აქამდე 2020 წლის მანქანის გამბაჟება, რომლის ძრავის მოცულობა 2000 კუბური სანტიმეტრი იყო და 1600 ლარი ღირდა, ახალი რეგულაციის შემდეგ მისი საფასური 3000 ლარი იქნება. ხოლო 6 წელზე ძველი ავტომობილის გამბაჟების საფასური კიდევ უფრო მეტად გაძვირდება და საფასური კუბურ სანტიმეტრზე 4 ლარნახევარი დაწესდება. მაგალითად, თუ 2015 წელს გამოშვებული ავტომობილის გამბაჟება, რომლის ძრავის მოცულობა 2000 კუბური სანტიმეტრი იყო და ღირდა 2600 ლარი, ახალი რეგულაციით ავტომობილის გამბაჟება 9000 ლარი იქნება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ავტომობილების გამბაჟებაში შესატანი ცვლილებების მთავარი მიზანი ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ავტოპარკის განახლებაა. რაღაცნაირად ეს გამოვასწოროთ, აირის დაბინძურება. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ რაღაცა ტიპის ნაბიჯები გადავდგათ ამისთვის და ის კანონი, რომელიც თავდაპირველად იყო ინიცირებული, ის ზღუდავდა მთლიანად ამწლოვანების ავტომობილების შემოყვანას, თუმცა მოქალაქეების უკმაყოფილება გავითვალისწინეთ. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებით რა კანონიც ახლა უნდა მივიღოთ, ვიცით რომ ყველა კმაყოფილი არ იქნება, თუმცა რაღაცა ბალანსი იყო დასაცავი ეკოლოგიასა და მოქალაქეების კმაყოფილებას შორის. საქართველოს ავტოპარკი არის ძალიან მოძველებული და ამ ავტოპარკის ამ ძველი მანქანებით კიდევ უფრო დატვირთვა იწვევს არა მარტო მთელი რიგი მიმართულებით ეკოლოგიური თუ და ჯანდაცვითი თუ ჯანმრთელობის მიმართულებით პრობლემას, არამედ იწვევს, ასე ვთქვათ, ქვეყანაში მეორადი ავტომობილების უკონტროლო ზრდას. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები მოსახლეობას ზიანის გარდა ვერაფერს მოუტანს და იმ 200,000-ზე მეტ ადამიანს, რომელიც ჩართულია ავტოიმპორტის ბიზნესში, სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. მათი განცხადებით, ქართული ოცნება ყველა რგოლში ცდილობს მკაცრად ჩაერიოს და მოსახლეობა კიდევ უფრო მეტ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩააყენოს. ალტერნატიული კანონპროექტის კი წარმოადგენთ, რაც გულისხმობს რას, მინდა კარგად გესმოდეთ, 1-დან 10 წლამდე ავტომობილებისთვის ძალაში დარჩეს ძველი ტარიფი, ძველი აქციზი და ის აქციზი, რაც ოცნებამ შემოგთავაზა, ანუ ეს 4.5 ლარი, ეს შეეხოს მხოლოდ 10 წელზე მეტი ასაკის მქონე ავტომობილებს, რაც ჩვენი, ასე ვთქვათ, მსჯელობის ანალიზის და რაც მთავარია ამ დარგში ჩართული ათასობით ადამიანთან კონსულტაციის შედეგად არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გამოსავალი არსებულ სიტუაციაში, მაგრამ
თუ როგორც ჩანს, ოცნებას საკუთარი ბიზნეს გათვლები აქვს და ეკოლოგიაზე ზრუნვა მათი მთავარი ინტერესი სამწუხაროდ არ არის. შეუძლებელი ხდება იმ გამბაჟების ტარიფებიდან გამომდინარე ავტომობილების შეძენა და შეგახსენებთ, რომ თვითონ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე ტენდერებსაც აცხადებენ სხვადასხვა სამინისტროები და უწყებები ავტომობილებსაც ყიდულობენ, მძღოლებიც ემსახურებათ და აქეთ საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ მათ უძვირებენ იმ დონეზე საბაჟო გადასახადს, რომ არ ქონდათ შესაძლებლობა ავტომობილის შეძენის. ეს არის პირდაპირ ამ შემთხვევაში რეპრესიული მექანიზმი მიმართული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ქართული ოცნება ცდილობს, რომ ჩვენს მოქალაქეებს დაუკარგოს დამოუკიდებელი ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობა, ცდილობს, რომ ადამიანებს გაუჭირდეთ ინდივიდუალური ბიზნესის წარმოება და მთლიანად იყვნენ სახელმწიფოზე დამოკიდებული. მათი აზრით ეს იქნება გარანტია იმის, რომ მოსახლეობა იქნება უფრო მორჩილი და აქედან გამომდინარე შეძლებენ აი ამ თავიანთი უმიზნო მმართველობის სამუდამოდ გაგრძელებას. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება მიმართულია ჩვენი ხალხის თავისუფლების წინააღმდეგ. ავტოიმპორტიორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილება არა მხოლოდ მათ ბიზნესს დააზარალებს, არამედ მოსახლეობასაც დიდ პრობლემას შეუქმნის, რადგან საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ავტომობილის განახლებას ვეღარ მოახერხებს. დაზარალდება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც უნდა ავტოპარკის განახლება, რომელსაც უნდა ბიზნესში რაღაც ნაბიჯების გადადგმა და ეს ერთ-ერთი მძიმე დაისახება შემდგომისათვის მოგცემს სადღაცა წლის შუაში, მოგცემს გარკვეულ ნეგატივებს. დაზარალდება ის 250,000-იანი შემადგენელი ნაწილი ამ დარგისა მოქალაქეების, რომლებიც მცირეოდენად თავის ოჯახს უზრუნველყოფს რაღაც შემოსავლებით. ეკოლოგიაზე საუბარი, ეკოლოგიაზე მაშინ ახალი მანქანები არ უნდა იყოს გაძვირებული. არც ფინანსური თვალსაზრისით, არც ეკოლოგიის თვალსაზრისით ნამდვილად შედეგს არ მოიტანს, პირიქით უფრო ნეგატიური იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსურად ვერ შეძლებს მოქალაქე გამოცვალოს ძველი ავტოპარკი, ეს კიდევ უფრო დააზიანებს, ასე ვთქვათ, გარემოს და ჰაერს და აბინძურებს. ფინანსურადაც არც მონეტარული თვალსაზრისით და არც ფისკალური თვალსაზრისით ქვეყნისთვის ეს მომგებიანი არ არის. ვარაუდი გამოთქვა კანონმდებელმა, რომ 60% დარჩება ბაზარზე, ესე იგი ვარაუდია იმისი, რომ 40% გავა ბაზრიდან და წარმოიდგინეთ 225,000 კაცის 40% სამუშაოს კარგავს. პარლამენტმა პირველი მოსმენით საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომელიც სუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს, ხარი დაუჭირა. 1 აპრილს ცვლილება სესიაზე დაჩქარებული წესით 2 მოსმენით განიხილება, რომლის მიღების შემთხვევაშიც ის ძალაში შევა.